ყველა ნახავდით უკვე BBC სტატიას, რომელშიც საუბარია, რომ ქართულმა ოცნებამ აქციების დასარბევად გამოიყენა პირველი მსოფლიო ომის დროინდელი გაზი, ხუთავი აირი, რომელიც უკვე ყველა ნორმალურ ქვეყანაში არის აკრძალული, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანის ჯანმრთელობას აყენებს ძალიან მნიშვნელოვან და ხანგრძლივ ზიანს და არ შეესაბამება იმ სურვილს და იმ მიზანს, რომ იმწუთიერად დაშალო იქ ხალხის დიდი მასა თუ ამის ლეგიტიმური აუცილებლობა არსებობს. ანუ იმწუთიერად რომ დაეშალათ ამისთვის კი არ უნდათ ამის გამოყენება, მათ შორის წყალშიც რო ურევდნენ. ამოთ უნდათ რომ ადამიანებისთვის მიეყენებინათ იქ მყოფი ადამიანებისთვის ისეთი ზიანი, რომელიც კიდე კაცმა არ იცის ზუსტად როგორ გამოვლინდება მომავალში და რა პრობლემები შეექმნებათ ადამიანებს, რომლებსაც არა მხოლოდ აქციაზე იყვნენ და იმწუთიერად ჩაისუნთქეს ეს კვამლი, არამედ იმ დღეების განმავლობაში გადაადგილდებოდნენ რუსთაველზე და ყველას კარგად გვახსოვს, რომ აი არა დარბევის პერიოდშიც, აი მეორე დილითაც იქ ვინც გაივლი და ცხვირის წვა და თვალების წვა ჰქონდა ხოლმე, იმიტომ რომ ეს მიწაში იყო დარჩენილი. აი ამისთვის გაიმეტეს მთელი მოსახლეობა. ძალიან კარგად იცოდნენ ხა მე და თქვენ თუ ხა გავიგეთ ერთი ეხლაც არ უნდა გაგვეგო, იმიტომ რომ აქამდე ამაზე საუბრობდნენ მათ შორის ქართველი ექიმებიც. მაგრამ ამათ ხო კარგად იცოდნენ რას ყიდულობდნენ, რას ურევდნენ იმ წყალში და ასე შემდეგ. ყველაფერი ძალიან კარგად იცოდნენ, ამათი მიზანი არის უბრალოდ რომ აი შესაძლებლობა რო ქონდეთ ამოგვწყვიტავენ სულ ყველას. აი რო იცოდნენ რომ ამას რაღაცა რეაქცია არ მოყვება, გადაგვატარებენ იარაღს.